Bismillah, alhamdulillah, ala rasulina, Muhammad amma ba'd, assalamu alaikum, მოგესალმებით. ახლოვდება აღდგომა ქრისტიანების დღესასწაული. ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა თუ როგორ უნდა მოიქცეს მუსლიმ ადამიანმა. პირველ რიგში ძვირფასო მორწმუნეებო, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ისლამში არის ნორმა, ჩარჩო, წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ მუსლიმებმა არ უნდა გავცდეთ. იმ წითელ ხაზებს თუ გავცდებით, რწმენიდან გავალთ. ამიტომ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი ის დღესასწაული, ზეიმი, რიტუალი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც ასოცირდება ქრისტიანულ რელიგიაში, ან იუდაიზმში, ან სხვა გამოგონილ სარწმუნოებებში და მათი რელიგიური დატვირთვა აქვს მუსლიმი ადამიანი თუ აღნიშნავს, ან მიესალმება მსგავს ფაქტს, ან სხვა რამე ჟესტით გამოხატავს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი, ის მუსლიმი ადამიანი რწმენიდან გავა. ოღონდ თუ ის რელიგიური დღესასწაული ზეიმი არის. თუ ეს იქნება კულტურული, ტრადიციული, ან სახელმწიფო ზეიმია, ეს ამაში არავითარი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ რელიგიური არის, მაშინ ადამიანი რწმენიდან გავა. ძალიან ბევრი ასეთ შეკითხვასაც დასვავს და ხშირად გვესმის, რომ ჩვენ რომ გილოცავთ რამადან ბაირამს, ან ყურბან ბაირამს, ღებულობთ დახმარების პაკეტს, საკლავს, თქვენ რატომ არ გვილოცავთ, ან რატომ ჩვენს მიერ მოწოდებულ, თქვათ, პასკა იქნება თუ სხვა რამ, რატომ არ ღებულობთ პატივს, რატომ არ გვცემთ, როცა ჩვენ პატივს გვცემთ, ასეთ სიტყვებით შემოიფარგლებიან, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ორივე მხარე, თუნდაც იყვნენ ესენი მუსლიმები ან ქრისტიანები, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ როდესაც დახმარების პაკეტს გაჭირვებულთან მიგვაქვს, ან ის საკლავი მიგვაქვს არამუსლიმებთან, ქრისტიანები იქნება თუ სხვა აღსაბლობისა, თუ მათი გადმოსახედიდან, წამსის მიხედვით, ჩვენს მიერ მიტანილი ის საკლავი, ის ხორცი, ის პაკეტი, დახმარების პაკეტი თუ ასე შემდეგ მიღება არ შეიძლება, ანუ რომ მოგიტანოთ და გამორთმევა მიუღებელი იქნება თქვენი რელიგიიდან გამომდინარე, ამას თუ გიკრძალავთ, იტყვით, რომ ჩვენ გვეკრძალება მსგავსი რამ, ამიტომ ვერ მივიღებთ. ჩვენ ამას ცუდად არ გავიგებთ და უპატივცემლობაში არ ჩამოგართვებთ. იმიტომ თუ პატივს ცემთ, ასეთ გადაწყვეტილებას თუ თქვენი რელიგია სარწმუნოება ამას გიკრძალავთ, გვეცოდინება და შემდგომში გავითვალისწინოთ. ანალოგიური უნდა გაითვალისწინონ იმ არამუსლიმებმაც, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვაქვს უფლება მილოცვის, არ გვაქვს უფლება რომ გამოვარდოთ, თქვათ, პასკათა, სხვა მრავალი და სხვა რელიგიური დღესასწაულებთან მსგავსი საკითხის ფაქტის წინაშეც როცა წარსდგნენ, ამით ცუდად არ უნდა გაიგონ, რომ ეს ჩვენ პატივს არ ვცემთ, რადგან არ ვლოცოთ. ეს ანუ სარწმუნოების ჩარჩოების და ზღვრები უნდა გავითვალისწინოთ. მან უნდა გაითვალისწინოს ჩემი დამოკიდებულება, თუ ადამიანმა ჩემს დამოკიდებულებას პატივი არ უნდა ცევს და ვალდებული, ანუ იძულებული უნდა გამხადოს, რადგან მე გილოცავ, შენც უნდა მომილოცო, ეს პირიქით ჩვენს მიმართ უპატივცემლობა იქნება. კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ ორივე მხარემ კარგად. რაც შეეხება კითხვა რომ დაისვას, რატომ არ შეიძლება, ამაში ცუდი რა არის? მინდა პასუხი გავცი ამაზე, რომ აღდგომა იესო ქრისტეს გარდაცვალებას, ანუ როდესაც ჯვარს აცვეს, გარდაიცვალა, შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ ხელმიურით გაწოსხდა, ანუ ერთით აღსდგა და ზეცად ამახდა, ასეთი წამსი აქვთ, ანუ ქრისტიანებს. რაც შეეხება ისლამის დამოკიდებულება ისლამში, ჩვენ მუსლიმების ამ თემასთან დაკავშირებით როგორ მიგვაჩნია, როგორ გვჯერავს. აი მაგალითად, მინდა წავიკითხო ყურანიდან, სურა ნისას მეოთხე თავის 157 და 158 აიათები. უზენაესი ალლაჰი ჩვენ გვასწავლის და გვეუბნება, რომ და მათ სიტყვებიდან გამომდინარე უეჭველად ჩვენ მოვყალით მესიჰი, ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა,
და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ. ანუ განმარტებაში ისლამის თანახმად ღირსა შუამავალი, ანუ იესო არ უწამებიათ მის ნაცვლად აწამეს იუდა, რომელსაც მისი სახე ჰქონდა მიღებული. და უეჭველად, რომელიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი. არამედ ალლაჰმა აამაღლა იგი თავისთან, რამე თუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. ისლამის თანახმად, წამსის თანახმად, ღირსა, ანუ იესო ქრისტე არ მოუკლავთ, ჯვარს არ გაუკლავთ და არც ამაღლებულა. ანუ ხელმიორე, ანუ არ მოკვდარა და ხელმიორედ არ ამაღლებულა. არამედ უზენაესმა ალლაჰმა ცოცხლად ის თავისთან აამაღლა და ბოლო ჟამს უნდა მოვიდეს. ისლამის მრწამსი, ისლამის რწმენის საკითხებიდან ერთ-ერთი ეს არის, ასე არის, ჩვენ ასე გვჯეროს. როდესაც ის მუსლიმი, რომელსაც რომ მაგალითად, ანუ ასე ამბობენ, რომ ქრისტე აღსდგა, ამ დროს უნდა უთხრა ჭეშმარიტად ამბობენ, მუსლიმ ადამიანმა რომ უთხრას, ფაქტიურად ეთანხმება იმ ფაქტს, რომელიც რომ ისლამი უარყოფს. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ იძულებული ვართ, სამუშაოდან გამომდინარე არ ეწყნონ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ აქ საწყენი არაფერი არ არის. უნდა ავუხსნათ, რომ მე ვარ მუსლიმანი, ჩემი განმოსახედიდან ეს ასე არის, მე ამაში არ გეთანხმები, ამიტომ აიმანაც ცუდად არ უნდა გაიგოს და ჩვენც უხერხულ სიტუაციაში და ცუდად არ უნდა გავმოშთეთ. როდესაც ადამიანი იტყვის, რომ ანუ ქრისტიანს რო იტყვიან და მუსლიმი ადამიანი იტყვის ჭეშმარიტად გახდება ურწმუნო. ან სხვა მეორე საკითხი, რომელიც რომ არის პასკა, ზოგიერთები ამბობენ, რომ პასკის მიღებაზე რა პრობლემა არის, ხომ არავითარი შედგება ფქვილისაგან, კარაქისაგან და ასე შემდეგ. ანუ აკრძალული რამე ნივთიერება, საკვები რამე არ არის, ამაზე მიღებაზე არავითარი პრობლემას არ წარმოადგენს, ამბობენ. რა თქმა უნდა, თუ ხშირად ანუ ასეთ მსგავს პასკა ნამცხრებს ალკოჰოლური იმით აკეთებენ, თუ კეთდება, რა თქმა უნდა, არა მარტო პასკა იყოს, არამედ ნებისმიერი ის პროდუქტი თუ კეთდება აკრძალული არის, ამას თავი რო დავანებოთ და ამასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი სწავლულები სფეტვა არის, გადაწყვეტილება, რომ ქრისტიანებთან რომ დამოკიდებულება იყოს თბილი, გულთბილი, რომ კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს ნებასთან, რომ მიიღო მსგავსი რაღაცები და ასე შემდეგ. თუ ჩვენ მუსლიმებმა აქამდენ ვერ დავანახეთ იმ პიროვნებებს, რომ მათთან მიმართ დამოკიდებულება თბილი, კარგი შთაბეჭდილება ვერ დაუტოვეთ, სამაგალითო ადამიანები ვერ გავხდით და მხოლოდ პასკის მიღებით უნდა შემოვიფარგლოთ, აქ მე ეჭვება, რომ მარტო ამით შემოვიფარგლოთ და სხვა ზღვარს არ გადაცდეს ადამიანმა. ამიტომ ეს არის 1-2 სწავლულის ასეთი ფეთვა, იმას არნიშნავს, რომ უმრავლესობა ამას თანხმდება, მით უმეტეს როცა რომ ფეტვათულ ჰინდში ასეთი ნაწარმოებები არის, ფეთვა არის გაცემული, რომ არამუსლიმების დღესასწაულ ტრადიციებზე რომ კვერცხის რომ გაჩუქონო და მიიღო შენ ადამიანი ურწმუნო ხდება, ასეთ ფეთვასაც აძლევენ სწავლულები, ანუ ასეთი პრობლემატური საკითხები არის ესენი და ამიტომ ჩვენ თუ მსგავსი რაღაცეებით დავიწყებთ რომ მიღებაზე სად გავა ბოლოს ეს ფაქტი ალლაჰმა დაგვიფაროს. ამიტომ არც პასკის მიღება, არც მილოცვა იქნება, თუ ის ჟესტი, რომელიც რომ მათ დადებითად მისალმება იქნება ნებისმიერი ფორმით, მიუღებელი არის, ოღონდ უნდა ავუხსნათ ლამაზი ფორმით, რომ არ მოხდეს რაღაცა ცუდი დამოკიდებულება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში პატივისცემა იქნება, დახმარება იქნება, ეს ისლამში მუსლიმებს არც გვეშლება, ამიტომ ასეთ საკითხებზე ძალიან კარგად მოვემყვროთ და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ნორმატები, რომ წმენიდან არ გავიდეთ, წმენა არ დავკარგოთ. Assalamu alaikum.